Кто такой, я ничего не понимаю. Это земля по закону. Ვერაფერი გავიგე, როცა სახელმწიფომ პრივატიზაცია დაიწყო, მაშინ მივიღეთ მე და ჩემმა დამეს მიწა. მანამდე აქ იყო ნაგავი. გავასუფთავეთ, ყოველწლიურად ვასუფთავებდით და მოყვავდა სხვადასხვა პროდუქტები, მათ შორის სიმინდი. Здесь было мусор, грязь. Мы просто расширили, выращиваем сельскохозяйственную продукцию. Кукуруза. Расул Гасановი და მისი ოჯახი უკვე 20 წელია რაც გარდაბანში არსებულ ამ მიწის ნაკვეთს ამუშავებენ. მაგრამ ახლა მიწების სისტემური რეგისტრაციის მეშვეობით გასანოვების მიწის მისაკუთრებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ. Незаконный. უკანონოდ უცხო ტერიტორიაზე, რომელთან შეხება არ სქონიათ იფორმებენ ისე, თითქოს მათი იყოს. როგორი სითავხედია. როგორ შეიძლება ასე ფიქტიურად აკეთონ საქმები და როგორ შეიძლება ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. როგორი თავხედები არიან. Какие они наглые. ადგილობრივი ფერმერის თქმით, მიწის მითვისების საქმეში ჩართული არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათი ახლობლები. მისი მიწის მითვისებას გარდაბნის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატის ილხამ ბაირამოვის ძმა არიფ ბაირამოვი ცდილობს. Один сосед пусть один свидетель покажет, кто это люди. კითხეთ მეზობლებს თუ იციან ეს ადამიანები, მთელი 20 წელი ვუვლიდი ამ მიწას. არ ვიცი ახლა რა იქნება. ასეთი უკანონობა არ შეიძლება. კითხვების დასასმელად გარდაბანში ქართული ოცნების საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ძმას არიფ ბაირამოვის სახლში მივაკითხეთ. ის ადგილზე არ დაგვხვდა, მაგრამ გადამღები ჯგუფის გამოჩენამ მისი კანდიდატი ძმის გაღიზიანება გამოიწვია. Ариф Байрамовს ვეცებ და თუ შეგიძლიათ. Слушай, сейчас точно я тебе покажу. ერთი წამით. Бери, пожалуйста, эти снимки. Бери. Бери, я говорю камеру. Бери, я тебе говорю камеру. ოცნების ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახების წევრების მხრიდან გარდაბანში მიწების მითვისებას ღიად აპროტესტებენ ადგილობრივ ოპოზიციაში. მათი თქმით, ამ პრობლემის წინაშე გარდაბნის მოსახლეობის დიდი ნაწილი დგას. გარდაბნის ხელისუფლების წარმომადგენლები და მათი ნათესავები მიწის სისტემური რეგისტრაციის მეშვეობით იმ ნაკვეთების მითვისებას ცდილობენ, რომლებსაც გლეხები უკვე 10 წლეულებზე მეტია ამუშავებენ და საარსებოდ იყენებენ. საქართველოში დაწყებულია მიწების სისტემური რეგისტრაცია. ამასთან ერთად ჩვენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მივიღეთ მოსახლეობისაგან დიდი უკმაყოფილება. კერძოდ ქართულ ოცნების მაღალჩინოსნები, სამსახურის უფროსების, საკრებულოს წევრები, მერის წარმომადგენლები თაღლითური გზით ცდილობენ გააფორმონ მოსახლეობის ფლობელებში არსებული სასოფლო მიწები და ასევე არასასოფლო მიწები. მიწის სისტემური რეგისტრაცია ოცნების წევრებისთვის და მათთან დაახლოვებული პირებისთვის გავლენებისა და ქონების დაგროვების კიდევ ერთ შესაძლებლობად იქცა. მიწები, რომლებსაც აქამდე სხვები ამუშავებდნენ ან სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ახლა იმ ადამიანების ხელში გადავა, რომლებსაც ქართულმა ოცნებამ პარტიის ერთგულება ამ გზით დაუფასა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას წარმოადგენენ თუ თავიანთი ნათესავებისთვის უნდათ საქმის კეთება. Какой подлость.